ყოველდღიურად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმართება საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან და მოითხოვენ ტელევიზიის ხელმძღვანელობის, კონკრეტულად კი გენერალური დირექტორის სინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადაყენებას, ასევე ეთერის გახსნას მოქალაქეებისთვის, მათი შეფასებით საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი სწორედ ეს არის. თუმცა ყოველ პარასკევს ფორმატი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას აი ამ საპროტესტო შეკრების იცვლება და ტელევიზიის შენობასთან შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ იმ პატიმართა ოჯახის წევრებს და იმ პატიმრებს, რომლებიც დააკავეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, ასევე იმ პირების გათავისუფლებას მოითხოვენ და სოლიდარობას უცხადებენ იმ პირებს, რომლებიც დააკავეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე 2024 წლის აპრილსა და მაისში. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, ისევე როგორც გასული 3 პარასკევის განმავლობაში აქ მოვიდნენ პატიმართა ოჯახის წევრები, მშობლები, ნათესავები, მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი მეგობრების და ოჯახის წევრების პატიმრობა არის სრულად უსამართლო. მათ, როგორც ცნობილია, მათ დამიაღწრული არის სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე და მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პატიმრობაში იმყოფება ასევე ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 34 დღეაში მშილობს და მასაც უცხადებენ აქ შეკრებილები სოლიდარობას.